ძვირფასო მეგობრებო, ვაგრძელებ ჩემს დალაგებას. არ ვიცი ახლა რა და როგორ გამოჩნდება. კარგად თუ ცუდად. აი. ესე, არ ვიცი მე. ვნახოთ რა და როგორ გამოვა. აბა, შევხედო. ჩანს, ხო? მაშასე წავიდა. მაშინ აი ეს არის ჩვენი სამუშაო თარო. ამ ეტაპზე ვნახოთ რა და როგორ და სად შევაგდება ეს ყველაფერი, რაც გვაქვს ამ ეტაპზე. ესე იგი მინდა გითხრათ, რომ აგერ ახალი ტრანსპორტიც არის ჩამოსული. აი ეს LAS Tourist, ხო? ეს არის LAS 697E. ელენას ეძახდნენ ამ ავტობუსს. გავხსნათ და ესე ამასაც შევალაგოთ. ჩვენ გაგესრია დიდი ამოცანა ამ ახალი მანქანების განლაგების და განთავსების. მაგრამ მე გითხარით, რომ ბევრი ახალი მანქანა მაქვს გასახსნელი, აი ესე გამოიყურება. ძვირფასო მეგობრებო, სამწუხაროდ საერთოდ ვეღარ ვხედავ რა ხდება ეკრანზე, რადგან მე უკვე დავჯექი და აი ესე მუშაობ თქვენთან ერთად. აი, სავარაუდოდ ესე უნდა იყოს, ხო? ლაზი, ეს არის ესეთი შეცდომით გაკეთებული, ნახეთ, აღიარებული ეს შეცდომა. აიღეს მძღოლის მხრიდან კარები და ესეთივე გაუკეთეს მგზავრებს. სინამდვილეში კარები იყო ბოლომდე, აი ესე, უბრალოდ ჩინელებმა, რომლებიც მუშაობდნენ ამ მოდელზე, არასწორად გააკეთეს ეს ელემენტი, რამაც გამოიწვია საშინელი უკმაყოფილება კოლექციონერებში. ეს ავტობუსი ვიცით, ხო? ეს არის ZIS 129. ესეთი ვერსია იყო საქალაქთაშორისო და ესეთი ვერსია იყო საქალაქო ავტობუსის. სხვათა შორის არის ფოტო, რომელიც ვრცელდება ინტერნეტში, სადაც და ამ ფოტოზე ჩვენი ის არის გადაღებული, რა ქვია, არის გადაღებული ჩვენი საქალაქთაშორისო ავტოსადგური იმაზე ხიდზე ელბაქიძის აღმართთან რო არის სანაპიროზე მიგდებულია სამწუხაროდ დღესდღეობით და აი მან იყო ეს ავტობუსი მან დგას ფოტოზე არის გადაღებული როგორ არის იქ რაღაც მგზავრებს ელოდება. ის რა არის გავიკებთ ახლა ჩვენ ერთად. ეს არის ძვირფასო მეგობრებო რაღაც ძალიან საინტერესო ვერსია მოსკვიჩის VVM არის მწარმოებელი, ძალიან კარგი მწარმოებელი, რომელიც ძალიან კარგ დეტალიზაციას უკეთებს და ეს არის მოსკვიჩი კინოფილმიდან შავი ზღვისკენ, к черному морю. ესე ერქვა იმ საბჭოთა ფილმს. აი განახებთ ახლა მე თქვენ ამ მანქანას ახლოდან, საერთოდ მე როდესაც დალაგდება, ხო, к черному морю. ეს ძალიან ლამაზი მოსკვიჩია, სინამდვილეში, ეს არის მოსკვიჩი 402. ნახეთ 402, 403, 407. ყველა ეს მანქანა ერთმანეთს ძალიან გავს და ამიტომაც აი შესაბამისად ესეც აი ეს არის მანქანა кинофильмიდან бриллиантის ხელი. Кто возьмет билетов пачку, то получит водокачку. Тот получит водокачку. Აი იმ მაფიოზამ რომ მოიგო ვითომ ეს მოსკვიჩი. ხო გახსოვთ? რა თქმა უნდა ეს
უფროსი თაობის მაყურებლებზეა საუბარი, რომლებსაც ეს ყველაფერი ახსოვთ, იციან და ნანახი აქვთ და ეხლა პატარებს და ახალგაზრდებს, რა თქმა უნდა, არ მოეთხოვება ეს ყველაფერი. ეს არის ირანული მერსედესი, ესეთი პატარა მოდელია, ირან ხოდრო. ეს არის მერსედეს-ბენცის ბაზაზე ესეთი ირანული პატარა ავტობუსი. ნახოთ, საერთოდ დაეტევა, საერთოდ აი აქ შეგვიძლია ეს ავტობუსი. დავდგეთ აქვე ისევ ნაგვის მანქანა, ძვირფასო მეგობრებო. ისევ ნაგვის მანქანა, ნაგვის კი არა, ხო, ნაგვის მანქანა, უფრო სწორედ ეს არის მანქანა, რომელიც ალაგებს ქუჩებს. ნახეთ, აი ესეთი სპეციალური ჯაგრისები აქვს, აი ესეთი. ესეთი თბილისში დადიოდა, რა თქმა უნდა. მაგრამ დღეს მაინც ჩვენთან დადის მსგავსი მანქანა, ხო, რომელიც ესე ალაგებს ამ ჩვენს ქუჩებს. ეს არის თევზი, ძვირფასო მეგობრებო, აი ცოცხალი თევზი ქვია ამ მანქანას, აი პლეხანოვზე აღმაშენებელზე იყო თევზის მაღაზია, სხვათა შორის მეჩნიკოვის ქუჩის კუთხეში. ეხლა არის დოდო ობაშიძეს ქუჩა, სადაც ესეთი მანქანები მოდიოდნენ და მართლაც ესეთი ცოცხალი თევზი იყიდებოდა მაგ მაღაზიაში. სხვათა შორის მე მყავს ერთი მაყურებელი, რომელიც პერიოდულად მთხოვს, რომ გვანახეთ ეს თევზის მაღაზია. აქ არეტევა ეს ჩემი ძვირფასი ისა ქვია თევზის მანქანა. ნახეთ, ეს არის პურის მაღაზია, პურის მანქანა. ხლებ, აი ამასინათ ჩვენმა ერთ-ერთმა კოლექციონერმა ამოფხაკაცემ თხოვა, რომ იპოვე შენს არქივში ქართული წარწერა პურის, სამწუხაროდ აი ვიდეოში ვერსად ვერ ვნახე, მაგრამ მე თვითონ გააკეთა ძალიან საინტერესო შრიფტით, რომელიც პრაქტიკულად ემთხვევა, რადგან სურათი არსებობს, სადაც ეს პურის მაღაზია, პურის მანქანა ესე რეალურია სავსებით. აი ეს ძვირფასო მეგობრებო არის არაჟნის რძის პროდუქტების მანქანა, აი ესე აწერია სმიტანა. ჩვენთანაც იყო წარწერები რძე. აი არაჟანი ორი ცალია ჩემს ატეკაში, ხო? ორი არაჟნის მანქანა არის. და შესაბამისად ორი ხორცის მანქანა, თუ არის ორი არაჟანი, რატო არ შეიძლება იყოს ორი ხორცის მანქანა, აგერ? ხორცის მანქანაც ესეთი მუშა მდგომარეობაშია. ორი ცალი. ესე. სჭირდებათ მაღაზიებს, იძახებენ და ესენც ესე მიდიან შეკვეთაზე, მიაქვთ პროდუქცია. აი ეს ისევ ესეთი მანქანა აქვია შკოდა ლიაზი ესეთი მანქანა, აი ნახეთ. ესეთი ძალიან ბევრი დადიოდა ესეთი, განსაკუთრებით კრასნოდარის ოლქში, სტავროპოლის ოლქში, მაშინ ხო არ იყო ის თანამედროვე დიდი მანქანები, ხო, სკანიები, დაფები და ასე შემდეგ. დადიოდნენ ესენი იყვნენ ძალიან კარგი მუშა მანქანები, სხვათა შორის იმ ეპოქაში. განვლილი დროის ეპოქაში. ეს არის ძალიან საინტერესო მანქანა. ეს არის მუსიკალური მანქანა. აი აქ ზემოთ, ნახეთ, აი ესეთი ის არის, სადაც ხდებოდნენ მუსიკოსები და ატარებდნენ კონცერტებს და ეს მანქანა ესე დადიოდა. დაბლა ქვემოთ ჰქონდათ პირადი ესეთი სივრცე, სადაც ემზადებოდნენ კონცერტისთვის, გასახდელი, საგრიმიორო და მუსიკალურ ინსტრუმენტებს სადაც ინახავდნენ და ზემოთ უკვე ესეთი კონცერტები, ცოცხალი კონცერტები იმართებოდა. პატ მარკონი ქვია ეს მანქანას, იტალიური მანქანა და ეს პატ მარკონი, ძვირფასო მეგობრებო, დღემდე
არსებობს ამის პროტოტიპი, ხო? ნამდვილი ამის ვერსია დღემდე არსებობს ბუნებაში და ინახება იტალიის ერთ-ერთ სატრანსპორტო მუზეუმში, სხვათა შორის ეს პად მარკონი, აი ესე. ძალიან ლამაზი მანქანაა და იმ მუზეუმში იმართება ექსკურსიები და ისე მან მუშაობს ცოცხალი ორკესტრი. ნუ ესეც არის გადაზიდვის მანქანა, ნახეთ აქ რაღაც ის ახატია, პატარა ციცილი. ნუ აი, ხედავთ ესეთი კონსტრუქცია, როგორც დღევანდელ მანქანებს, ზილის ბაზაზია ეს ტრანსპორტი კონკრეტულად. და ესეთია. აი ესე. აქ შიგნით, ნუ ჩვენ გვყავს კიდე აი ესეთი ციხის კავზი პატიმრების გადასაყვანად, პოლიციის, აი ეს დავაყენოთ, აი აქ პოდ მარკონისთან, ცუდა თემატური არ არის, მაგრამ რას ისავა, აი ეს არის უკვე ის კიდევ ერთი ნაგვის მანქანა კამაზის ბაზაზე, აი ესეთი მანქანა ნაგვის, აი აქ დავაყენოთ ლამაზად, აგურადნად, აჰა. სამწუხაროდ ყველაფერი არ ჩანს, გავქნათ ეს უკვე ტრადიციაა ჩვენი, რომ ყველაფერს ვერ ვაჩემთ. ეს ორი კამაზი ეს გამოვა ასპარეზზე, ეს მაზია, მაზი, აი აქ დავაყენოთ, ჩვენი მაზი, აი ესე. შეგვიძლია დავაყენოთ, მაინც იქ არაფერი არ ხდება, არაფერი არ აქვს მიბმული იმას და ესე კიდე გვეყოლება კამაზი. ამასაც ამი მისაბმელს გავუკეთებთ საბოლოო ჯამში ამ კამას და ესეც იმუშავებს. ესე ჩვენთან. ეს დავაყენოთ. ესეც პატარა ავტობუსია რეტრო. ეს არის მე მგონი ალტაიას კოლექციიდან თუ არ ვცდები. ეს ლამაზი ავტობუსია. რეტრო. ესე. შემდეგი სადგური აგერ ისევ ზილი, ძვირფასო მეგობრებო, ეხლა აი ამ ეს არის MMZ 555. ეს არის პოლონური სერია, კულტოვი გრუზოვიკი, სხვათა შორის და ძალიან კარგი სერია. ნახეთ ეს სათადარიგო ბორბალი რატომღაც ცალკია, მაგრამ მე მიუჩენ ადგილს. აი, აგერ ესე უნდა იყოს, ნახეთ. ესე უნდა იყოს, აი. აქვს ორი ესეთი, აჰა. დაჭდა. აი ეს შემიძლია წებოც ავიღო. აქ წებო მაქვს გამზადებული. და აი ესე ავიღებ წებოს და გავუკეთებ, მაგრამ რომ იყოს მუდმივად თავის ადგილას ეს მაგის სათადარიგო ბორბალი. კიდევ ერთხელ მადლობა ყველა მაყურებელს, ვინც უყურებს ამ ჩემს სატრანსპორტო რგოლებს. ნუ ჯერ გვაქვს ესე დალაგება. ჯერ მოდით აი ამ დალაგების ამბავი დავასრულოთ და მერე უკვე გადავალთ განხილვაზე და ესეთ რაღაც სატრანსპორტო ისტორიებს და არა მარტო სატრანსპორტო ისტორიებზე გადავიდეთ. ვისაუბრებთ ბევრ თემაზე. ნუ აი ჯერ აი ესეთი ეტაპია, რომ გავიგო, მივხვდე სად რა მაქვს, სად როგორ, იმიტომ რომ ყველაფერს ერთდროულად ვერ ამოვქეკავთ, ხო?
ეს არის გას 66 ვახტა. პრაქტიკულად ავტობუსია ეს უგზოობისთვის, ჩვენთანაც ძალიან ბევრი იყო ესეთი ავტობუსი. მოგიხსენებათ უგზოობა ჩვენთვის ესეთი თემა. ეს არის საბჭოთა ლამაზი მიკროავტობუსის სტარტ, რომელიც იყო ესე რამოდენიმე ეგზემპლარი იყო აწყობილი. სტარტი და იუნეს მეორე ვერსია იყო ესეთი. კავკასკაია პლენიცაში იყო გამოყენებული ეს. მე მგონი თუ მეორენაირი აღარ მახსოვს, მოკლედ ორი ცალი იყო, ორი ცალი არსებობდა. აი მესუმი და აი ეგ სადღაც შევტენო ეს მანქანები, მაგრამ არაფერიც არ ეტევა. არც არაფერი არ ეტევა ძვირფასო მეგობრებო, აი ესე იქნება ეს. კიდე აქ მე მყავს ეს პატივცემული მეგობარი მალაკო, რომელიც ესე მოვა იქ და დაგვიდგება ეს მალაკო. კიდე რა გვაქვს? ნუ აი ამას უკვე აი ამ იკარუს, აი ამას, ხო? აი ეს მაინც დაეტევა აქ. მაქვს წამს და მჯერა. ეს დაეტევა და ეტევა კიდეც. კიდე ალბათ დაეტევა აი ეს ფოტო მანქანა, რომელიც ვერსად ვერ იმას ვქენი. ვერ მოუძებნე ადგილი. და აქ როგორც იქნა ეტევა. დაეტია, მაგრამ ძალიან ცუდად დაეტია. პრაქტიკულად ჩაჭედილია, მაგრამ მე უპოვე ადგილს. ესე ჩვენი მანი, აი აქ იქნება ავტობუსი თანამედროვე. უყურეთ ეს სათამაშოა და არაფრის პრეტენზია არ აქვს. აი ამ მუსიკალურ აი ეს მძივი არის მანქანები, ეს მაჩუქამე. პატარა ტელემაყურებელმა ჩემმა. ესე იყოს. აქეთ ძვირფასო მეგობრებო არის აქ რაღაც კოშმარი ხდება. ნახეთ, ზაპოროჟეცის ვიაზი არის ევაკუატორზე. ხედავთ, როგორი სილამაზეა ევაკუატორი. და აგერ აი აქ მეყოლება მთელი ეს დრამა. აგერ აი ეს ზაპოროჟეცი და ნახეთ, აი ეს მოვიდეს, ეს დაჭდა. პაცაცინა. და აი ეს არის შვედური მეტროს ვაგონი, რომელიც მე ჩამომიტანეს სტოკჰოლმიდან. ხვიჩამ ჩამომიტანა ესეთი. სხვადასხვა ეს შეიძინა ტრანსპორტის ისტორიის მუზეუმში, ძვირფასო მეგობრებო, ტრანსპორტის ისტორიის მუზეუმში და ჯერჯერობით ამ ვაგონისთვის ადგილი ისეთი შესაფერისი არ მაქვს, მაგრამ მინდა რომ ამაზე წარმოვაჩინო ეს ვაგონი. აი ეს მერსედესი, ესეც საკულტო მერსედესი, ეს სათამაშოა სხვათაშორის, ეს მე ვიყიდე ცოტა ხნის წინ. მაგრამ მომეწონა ფერმა, ჩვეულებრივად იმაში ნიკოლაში ვიყიდე. ძალიან კარგია. საკოლექციო არ არის სათამაშოა, მაგრამ მეც მოდელი მიყვარს მერსედესის და შესაბამისად ესე მყავს და მეყოლება და გალამაზებს ჩემს კოლექციას. ნუ აქ იკარუსებია, ძვირფასო მეგობრებო, შემდეგ თაროზე არის ეს იკარუსი. აი ეს ტროლეიბუსი MTB 82, ამაზე ჩვენ ვისაუბრებთ დაწვრილებით შემდეგ ვიდეოში და კიდე აი ესეთი ვერსია არის იკარუსის, ამასაც შემდეგ ვიდეოში ვისაუბრებთ ჩვენ. აი აქ მე ახლა მოვამზადებ ამ თაროს, გავწმინდოთ და უკვე შემდეგ ვიდეოში აქ მოვამზადებ აქ მანქანებს, უკვე სხვა თაროებიდან და ესე მექნება ამასობაში მე შემიძლია ეს შევდგა უკვე ესე ეს ორი იკარუსი, არ ვიცი ახლა ეს ჩანს თუ არა თქვენთან თაროზე, მაშინ კამერაში, აგერ ეს ტროლეიბუსი MTB ულტრა მოდელსის
ეს 20 ცოტა აიხა, რა უშავს, შეიძლება მივაწებოთ ესე. ლამაზად და აგერ ეს არის ხელნაკეთი მანქანა, ფოსტა, ტელეგრაფი, კავშირგაბმულობის, ესეთი მობილური პუნქტი, კავშირგაბმულობის, საბჭოთა კავშირის კავშირგაბმულობის სამინისტრო. ესეც არის ხელნაკეთი და ეს მე მაჩუქა ჩემმა მაყურებელმა, რომელიც წარმოადგენს აი ამ სტუდიას, სადაც კეთდება აი ესეთი მანქანები, სტუდია მალ ქვია ამას და აი ეს მალ სტუდია ამზადებს აკეთებს ძალიან საინტერესო აი ესეთ კონვერსიებს. ამაზეც უკვე შემდეგ ვიდეოში ვისაუბრებთ, თუმცა ნუ ეს არის მაშა და მედვეძე, აი ხედავთ, ესენი მე ყველგან მყავს ესეთი მეგობრები, ესეც რაღაც კლიენტია, ესე ვისაუბრება. იყოს ეს, ალბათ იცანით, ხო? ჩვენი პოლიცია ამას უკეთდება ბატარეები და მე მგონია პოლიციის ჰიმნს უკრავს ეს მანქანა, საპატრულო პოლიცია ჩვენი, ქართული საპატრულო პოლიცია. ესე. აი ეს ძვირფასო მეგობრებო, აი ეს არის მოსკვიჩი რალი ავტოსპორტ. ესეც გავხიოთ, გავხსნათ. ესეც ახალი ჩამოსულია. აი ესე. აგერ როგორ კარგად გაიხსნა. Auto Export USSR. აი ეს ძალიან ლამაზი მანქანა, ძალიან კარგი. ამას მე ალბათ ავტოკედლისთვის ავიღებ ჩემთვის. ავტოკედლსაც აუცილებლად განახებთ. ძვირფასო მეგობრებო, ეს Auto Export-იც იყოს აი აქ ჯერ. შევინახოთ და რა თქმა უნდა, ძვირფასო მეგობრებო, აი ახლა თქვენ ამ მანქანასაც იცნობთ. ძალიან ადვილად, რასაც განახებთ ახლა. რა არის ეს, აბა მითხარით, Škoda Octavia. ჩვენი ოპერატიული მანქანები, ნახეთ. Greenpol, აი ესე. აი, სადაც ქართული საპატრულო მანქანა, იქაც გვერდზე იყოს Greenpol-ი. ესეც არის პურის ისა, ბუდკა. პურის ბუდკა, ეგ დავაგაინოთ, სადაც დისტრიბუციის მანქანა, ხლებ. ნუ აი ესე, ხო? არა, ესე არ დგება რაღაც კარგად არაფერს არ მოუხდა ეს პურის ბუდკა. ესე იყოს ჯერ. ნახოთ. რას მოუხერხებ? ეს ძალიან ლამაზი რაღაცა, ეს დანიიდან ჩამომიტანეს, ეს რაღაც სამარილე და საპილპილე და სამარილე. რატომღაც ჩავთვალე, რომ აი ეს უნდა იყოს ერთმანეთს ჩაეხუტონ სამარილემ და საპილპილემ. დაბრუნდება თავის ადგილას აი ეს ჰოსპიტალი 03. აი ესე დადგება. არ არის აი ესე დადგება ეს ჰოსპიტალი. და აქ ჩვენ ყავს ისევ კოლხიდა, პირველი მანქანა, რომელიც კოლხიდის ქარხანაში იყო აწყობილი, ეს არის კაზ 600B. ეს არის ზის, პრაქტიკულად ზისი. ოღონდ ქუთაისში იყო აწყობილი, ქუთაისში აწყობდნენ ამ მანქანებს და ესეთი ლამაზი მანქანა ჩვენი საამაყო, რადგან საქართველო უშვებდა აი ამ სატრანსპორტო ხაზს, ხო, მანქანებს, კი იყო რაღაც შენიშვნები ამ მანქანების მიმართ,
თუმცა ეს მანქანები იყო ძალიან მოწინავე თავიანთი ეპოქისთვის და ძალიან დიდი რაოდენობით მუშაობდნენ საბჭოთა მეურნეობის სხვადასხვა სექტორებში. ეს არის ბაზიკი ჩვენი საყვარელი ძვირფასო მეგობრებო, პატარა ბაზიკია, ოღონდ ამ ბაზიკს აქვს რაღაც თავისი პრობლემა, აი ამ ბორბლებთან დაკავშირებით, ახლა გავუკეთოთ. ჩამოვიდა და რაღაცა ვერ არის ამის. ბორბლები ვერ იყო. ესეთი მე რამოდენიმე ცალი მყავს ესეთი ბაზიკი და ძალიან მიყვარს მე ეს მოდელი. აი ესე ძალიან საყვარელი მოდელია, ეს არის 1.72-თან ძირფასო მეგობრებო, ნახეთ რა საყვარელი ბაზიკია. ამით ჩვენ პრაქტიკულად დავასრულეთ ჩვენი დალაგება. რა თქმა უნდა, კიდე ბევრი რაღაცა გადაადგილდება, ბევრი რაღაცას შეეცვლება ადგილი, მაგრამ ნუ აი კიდე ჩვენ გვექნება დასალაგებელი ორი თარო, ამასაც დავამატებთ ამ ჩვენი რძის მაღაზიას, მანქანას, მალაკო, ეს არის მაზის ბაზაზე და ყველაფერი გვექნება უკვე აი ამ ეტაპზე, აი ამ სექტორში დალაგებული დაგვრჩება ჩვენ მხოლოდ აი ორი თარო ამ კანადაში. მეებსაც ვიყენებ, შუქი ძალიან უხდება, უბრალოდ ეს დასატენია. შუქი ძალიან უხდება ამას და აი შემდეგ ვიდეოში უკვე მივხედავთ ჩვენ აი ამ ორ თაროს ძვირფასო მეგობრებო, ესე გაიწმინდა ორივე მხრიდან. ნუ პრინციპში ნაგავი არ არის, აქ ჭუჭხი არ არის, უბრალოდ ძალიან ფაქიზია ეს ყველაფერი და უნდა ძალიან დეტალური დალაგება. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, იმენცეგებ და გენახოთ. კარგად ბრძანდებოდეთ. გამოვხდო ტელეფონი თქვენი სნებართვით.